მოგესალმებით ყველას. აჭარაში ჩვენ ვართ პირველ რიგში იმიტომ, რომ ზია ამაღლობელი, ქალი, რომელზეც დღეს ლაპარაკობს მსოფლიო, აჭარიდან არის. დატყვევებული ჟურნალისტი ქალი, რომელიც აღიარა მთელმა ევროპამ როგორც გმირი ადამიანი. პირველ რიგში მზიას გამო ვარ მე აქ პირადად. მეორე რიგში მე ვარ აქ ჩემი შვილისთვის და ყველა სინდისის პატიმრისთვის. მე უბრალოდ მინდა მოგმართოთ თქვენ საჯარო მოხელეებს. საჯარო მოხელეობა არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ ოცნებას. თქვენ უნდა ემსახუროთ თქვენ ხალხს და თქვენ ქვეყანას. მე წელიწად ნახევარია ქუჩაში ვარ, იმიტომ რომ ჩემი შვილი 8 კვადრატშია უსამართლობის გამო გამოკეტილი. სამშობლოს სიყვარულის გამო. სოფლის ექიმი ეხლა ეს ამბებს გაავრცელებს მე აგენად. ჩვენი წერილები ჩვენი შვილების მიმართებიდან დაიტოვეთ, დაიგისვენ. მადლობა. მეორეს ფოტო არ მი. შენ დაგიტოვეთ. აგენად. მე დღეს იკეთე მოგცეთ. არ ქვეყანაში გვეცხოვრობ. გვათავისუფლდეს, გასა იმას ფიქრობ. ლაიქეთ, მაგრამ ჩემ მარადაკ ყველამ ძალიან მოვით, ხო. მაშინ თუ რეჟიმი იყო და ხმას ვიღებდით, ახლა რა ჯანდება ხდით. რეჟიმი ყოველთვის დავაპროტესტო. კი ბატონო. რას ფიქრობთ ქალბატონო პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით? ძალიან იყავით მოგანი წერილები ციხიდან როგორც წერენ ჩვენი პარტიები და იგი არის აი საკანიან თეთრები ჩვენი იმიდან არის ზვიადი ცეცხლად არაჩვეულებრივი აი დიდი მადლობა რა შეგიძლიათ გითხრათ პოლიტპატიმრებზე? ჩვენი შეხვედრის მიზანი, ჩვენი მოსვლის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ გარკვეული ჭეშმარიტი ინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს დღეს მდგომარეობით. ჩვენ არ წარმოვადგენთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ვართ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები. ჩვენი მიზანია ჩვენი შვილების შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული ცრუ ინფორმაციების ანულირება, გაქარწყლება და რეალური ჭეშმარიტი ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. ეხლა შუახევში ვარ, დღეს რაიონებში დავდივარ. მოგესალმები, ვალხაზი ვარ. ზია ამაღლობელი ძმა. აბა მაგ თავს მიხედეთ და ჯანმრთელად მაგრად იყავით, იმიტომ რომ ქვეყანა სჭირდებით. ზვიად ყოჩაღად იყავი მამ თავს დავხდი. წარმატებები. გეხუტოდე? კარგად არის. კარგად, სიხარულო, შენ როგორ ახარ? გაიხარიდე. ყოჩაღად იყავით. თავისუფლება ავედით ხულოში. ხულოში გვაქვს ბოლო ფორპოსტი და იქედა მერე ბათუმში. ხულოში აგიხუტებ, მამ, ხულოს. გაიხარე, შვილო. იყვარხარ, თავს გაუფრთხილდი. აბა ყოჩაღად. ძალიან დიდ პროპაგანდას აწარმოებს მათგვარა ტელევიზიები, ტელეივედი, პოსტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლობა. სამივე ტელევიზია დროზე თუ არ გამორთეთ, მხოლოდ სიცრუეში იცხოვრებ. და ტყუილის მეტი არაფერი გეცოდინება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ცხოვრებაზე. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახები ვალდებულიც კი ვართ, რომ ჩვენი შვილების შესახებ სიმართლე უთხრათ თელ საზოგადოებას. აქ ჩვენთან ერთად არის ზვიად ცეცხლაძის მშობლები, ზია ამაღლობლის ძმა. ეს ადამიანები თქვენი ხეობის შვილები არიან და დღეს ის სახელმწიფო ის ადამიანები გამოკეტა ციხეში. მხოლოდ იმისთვის გამოკეტა, რომ იბრძოდნენ ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი საქართველოსთვის. ჩვენ თითქმის მთელი საქართველოს შემოვიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მშობლების თავდადება და ის ძალისხმევა, რასაც ისინი სწევენ პროპაგანდასთან ბრძოლაში. ისინი იბრძვიან არა მარტო თავიანთი შვილებისთვის, არა მხოლოდ თავიანთი შვილების თავისუფლებისთვის, არამედ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის. ქარში და წვიმაში, დარში და ავდარში ამ ადამიანებმა ჩაიცვეს რკინის ქალამნები
და იარეს ბაზარ, რეგიონ, სოფელ და კიდევ აგრძელებენ ამ ბრძოლას. თავისუფლების ხმა ციხიდან საკანი 101 არის პატიმრების გაზეთი. მათი სათქმელი, მათი წერილები მოქალაქეებამდე მივიტანეთ სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით.